ისრაელის მოქალაქეებო, ძვირფასებო. გუშინ შაბათის დაწყებამდე ჩვენ მივახციეთ ისტორიულ მიღწევას ისრაელის სახელმწიფოსთვის. ისრაელსა და ლიბანს შორის აშენცეშის შუა მავლობით გამართული პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ ჩვენ მივახციეთ შეთანხმების ჩარჩოს, რომელიც საშუალებას გვაძლევს წინ წავიწიოთ კონფლიქტის დასრულებისკენ. და ღმერთის დახმარებით მომავალში ასევე მივახციოთ სამშვიდობო შეთანხმებას ამ ორ ქვეყანას შორის. შეთანხმებების ფარგლებში შეერთებულმა შტატებმა და ლიბანმა აღიარეს ისრაელის უფლება შეინარჩუნოს უსაფრთხოების ზოლი ლიბანის ტერიტორიაზე, სანამ ეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ზოლის შენარჩუნებას მანამ, სანამ ჰეზბოლა და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები არ განიარარდებიან, სანამ ლიბანიდან ისრაელის მიმართ აღარ იარსებებს საფრთხე. მინდა იცოდეთ, ეს დიდი დარტყმაა ირანისა და ჰეზბოლასთვის. ირანი ცდილობდა სამხრეთ ლიბანიდან ჩვენი გაყვანა მოეხდინა. თქვენ მუდმივად ისმენდით ამ მოთხოვნებს და ასევე ისმენდით მათ იმედგაცრუებას და კრიტიკას ჰეზბოლასთან მათ შეთანხმებაზე. მე დავიცავი ჩვენი სასიცოცხლო ინტერესები და წინააღმდეგობა გაუწია იმ იდეას, რომ ძალით დაგვაძალებდნენ უკან დახევას. და ლიბანი, ისრაელი და შეერთებული შტატები ძირითადად ეუბნებიან ირანს, ეს შენი საქმე არ არის. თქვენ აქ არ გაქვთ არანაირი როლი. თქვენ არ გაქვთ არანაირი მონაწილეობა, არც როლი, არც თქვენ, არც ჰეზბოლას, არც სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს. ისრაელმა და ლიბანმა შეთანხმდნენ ორ ზონაზე, რომლებიც ახლოსაა ყვითელ ხაზთან და რეკომენდებულია ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ, სადაც განხორციელდება პილოტური პროექტი ჰეზბოლას დაშლისა და ტერიტორიის კონტროლის ლიბანის არმიისთვის გადაცემის შესახებ. ამას რუკაზე გაჩვენებთ. შავი ხაზით აღნიშნულია ჩვენი საერთაშორისო საზღვარი ლიბანთან. ყვითელი არის უსაფრთხოების ხაზი, უпростоრად უსაფრთხოების ზონის ხაზი და აქ არის პატარა დამატება, რომელიც ბოლო კვირებში გავაკეთეთ. სად არის პილოტური ზონები, რომელთა შესახებაც ვსაუბრობთ? პირველი სრულად არის უსაფრთხოების ზონის გარეთ. მეორე დამატებაა ჩვენი თავდაპირველი უსაფრთხოების ზონის მიღმა, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით ოპერაციული თვალსაზრისით აუცილებელი არ არის. ასე რომ ფაქტობრივად იქიდან გავიდნენ. ეს არის ორი საპილოტე ტერიტორია. ანუ ისრაელი რჩება შეთანხმებულ უსაფრთხოების ზონაში, არაფერი რაც გვიცავს და ეს უზარმაზარი მიღწევაა. რადგან რას სადეს მათ? სადეს სხვადასხვა გზით, სხვადასხვა ტიპის ზეწოლით, რომ იქიდან გამოვეყვანეთ. ეს რა თქმა უნდა არ მოხდა. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს და სახელმწიფო მდივან რუბიოს მათ ჩართულობასა და ცვლილისთვის ამ შეთანხმებების მიღწევაში. მადლობას ვუხდი ლიბანის მთავრობას და ლიბანის ხალხს. მათ დიდი სიმამაცე აჩვენეს. მადლობას ვუხდი ისრაელის ელჩს შეერთებულ შტატებში, იაშელ ლაიტერს და ჩვენს გუნდს. მათ ერთგულად წარმოადგენეს ისრაელი მოლაპარაკებებში. აქ ჩვენ ვამტვრევთ ღერწს, ირანული ტერორის ღერწს, მაგრამ ასევე ვამტვრევთ ირანულ პოლიტიკურ ღერწსაც. ჩვენ შევძელით ამ შეთანხმებამდე მისვლა ერთი მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ძლიერად დავარტყით ჰეზბოლას და ჰეზბოლა, რომელიც ელოდა დახმარებას ირანისგან, ვერ მიიღო იგი. ან დახმარებას ვერ მიიღო, რადგან ჩვენ ასევე ძლიერად დავარტყით ირანს. და ეს ყველაფერი შევძელით ჩვენი მებრძოლებების განსაკუთრებული სიმამაცის და ასევე ჩქვიანი და მამაცი გადაწყვეტილებების წყალობით, რომლებიც მივიღეთ. მინდა შეგახსენოთ, რა მოხდა ლიბანში. ჰეზბოლას 150,000 რაკეტა და სარაკეტო დანადგარი ჰქონდა და ჩვენ ამ უზარმაზარი არსენალის დაახლოებით 90 გავანადგურეთ. ჩვენ დავამარცხეთ ისინი ბაპერებში, გავანადგურეთ ნასრალაში, გავანადგურეთ ჰადუანის ძალების მეთაურები. ხოლოდ ბოლო ორ კვირაში გავანადგურეთ 200-ზე მეტი ტერორისტი, ხოლო ომის დასაწყისში ჰეზბოლას 9,000-ზე მეტი ტერორისტი. ჩვენ ავიღეთ კონტროლი ბალფუზე და ბალფუზე დავრჩებით. ჩვენ გავიმაგრეთ პოზიციები, ავიღეთ კონტროლი ალიატერის ქედზე, ბინჯბელზე, ისინი ჩვენს კონტროლქვეშ არიან. ჩვენ ვანადგურებთ მათი ტერორისტული ინფრასტრუქტურას მთელ რეგიონში, მთელ ამ ყვითელ ზონაში. ჩვენ უბრალოდ ვანადგურებთ ტერორიზმის ინფრასტრუქტურას. იქ არის ბუნკერები, გვირაბები, ტერორის სოფლები. ჩვენ ყველაფერს ვანადგურებთ. შეიძლება დაგვიმთავრებია. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, განსაკუთრებით გლობალური პრობლემის, ასაფეთქებელი დრონების მიმართულებით და ამ საკითხში ჩვენ ვიქნებით მსოფლიოში პირველები, ვინც გადაწყვეტას შემოიტანს. მაგრამ ერთი რამ ცხადია, აქ ისტორიული მიღწევაა. ეს შეთანხმება აძლიერებს ისრაელს და ლიბანს და ასუსტებს ირანს და ჰეზბოლას. ღმერთის დახმარებით ეს არის ნიშანი იმისა, რაც მომავალში მოხდება.
ჩვენ გავაგზავნებთ იმის კეთებას, რაც საჭიროა, რათა ჩრდილოეთის მოსახლეობას დაუბრუნოთ უსაფრთხოება. ზუსტად ისე, როგორც წარმატებით გავაკეთეთ სამხრეთში. ჩვენ ეს კიდევ ერთხელ გავაკეთეთ, მებრძოლებისა და მეთაურების სიმამაცის წყალობით, ასევე თქვენი სიმკიცის წყალობით, ჩრდილოეთის ცხოვრებნო. და ჩვენ თქვენთვის მხოლოდ უსაფრთხოების მხარდაჭერას კი არ უზრუნველყოფთ, არამედ 20 მილიარდზე მეტ შეკელს, რათა ჩრდილოეთს დაუბრუნოთ კეთილდღეობა და თავისუფლება. ეს არის ის, რაც მინდა ვნახო. 7 საზღვარი ჩვენსა და ლიბანს შორის, მშვიდობის საზღვარი და ჩრდილოეთში მინდა ვნახო უსაფრთხოება, მშვიდობა და კეთილდღეობა. და რაც მოხდა სამხრეთში, რომელიც ეხლა ყაზას მიმდებარე ტერიტორიაზე ყვავის, ასევე მოხდება ჩრდილოეთშიც. ეს არის ჩემი მიზანი. თქვენი დახმარებით და ღმერთის დახმარებით ჩვენ ამას მივაღწევთ. მე-14 არხის კითხვები, ჰილელ ბიტონ ჰოსენი. არ მესმის, თქვენ მალე გაიგონებთ. არის კიდევ რომელიმე მე-14 არხი აქ, გადააწოდეთ შემდეგს. და 24 ნადავ ელიმელეხი. გამარჯობა. ყველაფერი კარგადაა ბატონო. რა თავისუფლება აქვს ისრაელს მოქმედებაში და რამდენად იქნება ეს შენარჩუნებული ჰეზბოლას დარღვევების ფონზე? და თუ ისრაელის პასუხი საფრთხეს შეუქმნის შეთანხმების გაგრძელებას ამერიკელების თვალსაზრისით? და თქვენი ნებართვით ბატონო, ერთი პოლიტიკური კითხვა. კიდევ 3 კვირის მოსაგებად ქნესეთის დაშლამდე აპირებთ თუ არა წარადგინოთ კანონპროექტი, რომელიც გადაწყვეტს ულტრაორთოდოქსების საკითხს თორას სწავლების კანონით? ჩვენ ამ კვირაში ვნახეთ, რამდენად გაყოფილია ისრაელის საზოგადოება ამ საკითხზე, ეროვნული მისიისა და მებრძოლების რუკის ფონზე, რომელიც თქვენ წარმოადგენთ, ასევე ისრაელის თავდაცვის ძალებში სამუშაო ძალის კრიზისის გათვალისწინებით. ჩვენი მოქმედების თავისუფლება, რათა გავნეიტრალოთ ყველა საფრთხე, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს. ეს არის მკაფიო მითითება. მე ვთქვი, გავიმეორე და ვთქვი, თუ საფრთხეს ხედავთ, იმოქმედეთ. მოქმედება არა მხოლოდ უფლებაა, არამედ ვალდებულებაც არის, როცა დაუყოვნებელი საფრთხეა. როცა გაჩნდა კითხვა, არსებობს ეს თუ არა, შევკრიბე თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი და ვთქვი, კიდევ ერთხელ გავაკეთოთ განმარტება, ახსნა და ხაზგასმა. თქვენ, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებო, მოქმედებთ ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც თქვენ სიცოცხლესა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. და როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 2 კვირაში ამ მითითებების ფარგლებში გავანადგურეთ 200 ტერორისტი. და შემიძლია გითხრათ, რომ ყოველთვის არ არის ეს დაუყოვნებელი საფრთხე, მაგალითად თქვენთან ყველაზე ახლოს მყოფი, მაგალითად გუშინ, როგორც მაგალითი, ხომ ასეა. იყო პოტენციური საფრთხე, რომელიც ჩვენი ჯარისკაცებისგან უფრო შორს იყო, უშუალო რისკის გარეშე, მაგრამ დაინახეს 7 ტერორისტი, რომლებიც შორეულ სახლში შევიდნენ. და მათ ჯერ არ ესროლეს, არც ორგანიზებულან, მაგრამ ის სახლი განეიტრალდა. და ეს 7 ტერორისტი დაიღუპა. ჩვენი დირექტივაა, ვიმოქმედოთ საფრთხეების წინააღმდეგ. და შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთ რამეს ვაკეთებთ. ჩვენ მუდმივად ვანადგურებთ, როგორც უკვე ვთქვი, ტერორიზმის ინფრასტრუქტურებს ტერიტორიაზე, ბუნკერებს, გვირაბებს, მიწისზედა და მიწისქვეშა პოზიციებს, რომლებიც ასევე შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს ჩვენს ძალებს. ეხლა რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას, ფიქრობ ჩვენ შორის არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ მოიტანონ. შემდეგი ნაბიჯი, მათ სურთ გაამწვავონ და გააღრმავონ გაუგებრობები, უთანხმოებები ან დაყოფა ჩვენ შორის და ვფიქრობ, ეს საშინელი შეცდომაა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენი შიდა პრობლემები გავწყვიტოთ გაგებით და ფართო კონსენსუსით, რადგან გარეთ მტრები გვყავს და ისინი ნამდვილად ელოდებიან, რომ ჩვენ დავიწყოთ სამოქალაქო ომი. და მე ვამბობ, როგორც მენახემ ბეგინმა თქვა, სამოქალაქო ომი არასოდეს თქვენ აქ არ იქნებით. და ამისთვის მე ვაპირებ შევქმნა ფართო ეროვნული მთავრობა, არა მთავრობა, არა შეზღუდული მთავრობა, არა მემარცხენე მთავრობა, რომელიც დამოკიდებულია არაბულ პარტიებზე, არამედ ფართო ეროვნული მთავრობა, რადგან მხოლოდ ასე მჯერა შეგვიძლია მივახციოთ კონსენსუსს ჩვენ შორის. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს პირველ რიგში საკმარისია ბოიკოტები და მე არავის ვბოიკოტირებ. ვამბობ, რომ ყველა შეიძლება შემოუერთდეს. მხოლოდ ჩვენი ძირითადი პრინციპების შეთანხმებაა საჭირო, რომ ისრაელი არის ებრაელი ხალხის ეროვნული სახელმწიფო, რომ ჩვენ ცემთ პატივს ინდივიდუალურ უფლებებს, გვაქვს თავისუფალი და ტექნოლოგიური ეკონომიკა და ასევე გვაქვს თავდაცვის უნარი. და მე მინდა დამოუკიდებლობა არა მხოლოდ ენერგეტიკაში, რაც უკვე მოვიპოვეთ, და არა მხოლოდ ეკონომიკაში, მე ასევე მინდა დამოუკიდებლობა უსაფრთხოებაში, ჩვენ შეიარაღების ინდუსტრიებში. უბრალოდ შევამციროთ დამოკიდებულება სხვა ფაქტორებზე და მე ასევე მინდა კონსენსუსი რეკრუტირების თემაზე და ასევე სასამართლო თემაზე.
იქაც ვეცდებით ფართო კონსენსუსის მიღწევას, მიმართულების შეცვლას და მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია და ვაპირებ ამის გაკეთებას. ამაში წინ ვერ წახვალთ. როცა იეშივოთ რეჟდერ ხარედის მიგზავნის მესიჯი სადაც წერია პრემიერ-მინისტრო, როცა თქვენ აგზავნით ხალხს იეშივებში, იღებთ თორას სტუდენტებს და მათ ციხეში აგზავნით. არავინ იწერს ჯარში. ჩვენ მივიღეთ უბრალოდ უზარმაზარი პასუხი ულტრაორთოდოქსული საზოგადოებისგან. მათ სურთ ულტრაორთოდოქსი ახალგაზრდები ჯარში წასვლა უნდათ. მაგრამ როცა თორას სწავლის პროცესში ციხეს უგზავნით, ეს საპირისპირო ეფექტს იწვევს. არა მხოლოდ ეს, თუ გეტყოდით, რომ ევროპაში რომელიღაც ქვეყანაში პოლიციას უშვებენ იეშივებში და თორას შემსწავლელ ახალგაზრდებს აპატიმრებენ და ციხეში სვამენ, შოკში ჩავარდებოდი. ეხლა მინდა ეს ნათლად თქვა. ჩემთვის ვინც თორას არ სწავლობს, იქ აუცილებელია ის სპეციალური შეთანხმება, რაც იქნა მიღწეული. და ასევე იქ უნდა იყოს სანქციები. მაგრამ ვინც თორას არ სწავლობს, მასზე შეიძლება გავრცელდეს კანონის სრული სიმკაცრე, მათ შორის დაპატიმრებაც. ეს ნათელია. აქ მე გავაკეთებდი გარკვეულ პაუზას, რათა მივახციო ამ ფართო კონსენსუსებს. სწორედ ამას ვეძებ. და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იქნება ჩემი პოლიტიკა. ეროვნული მთავრობის ჩამოყალიბება და ვეცდები მივახციო ფართო შეთანხმებებს ყველა საკითხში, რადგან ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. რადგან მას შემდეგ, რაც ირანის ეგზისტენციურ საფრთხეს მოიშორებთ, ფართო ეროვნული მთავრობა შეძლებს ჩვენ შორის მშვიდობის დამყარებას გაუმკლავდეს. მოვიკრიფოთ ჩვენი გამარჯვების ნაყოფი დიპლომატიურ შეთანხმებებში, როგორიცაა ეს, რასაც ლიბანთან ვაკეთებთ. და კიდევ რამდენიმე გზაშია. ეს ასე მარტივია. ეს გვაძლევს შესაძლებლობას გავაკეთოთ ის, რაც ომის მეორე დღეს დავპირდი. მთლიანად შევცვალოთ ახლო აღმოსავლეთის სახე. და სწორედ ამას ვაკეთებთ ახლა. დავბრუნდით არხ 14-ზე. ქსერიჰარუ. არ გვესმის. სარამო მშვიდობისა, პრემიერ-მინისტრო. მინდა გკითხოთ, როგორ იმოქმედებთ ჰეზბოლას დარღვევების წინაშე, რომელიც შეეცდება დაარღვიოს ეს შეთანხმება, რათა ჩამოგაგდოთ. და რა გარანტიები მიიღეთ, როგორც ლიბანის მთავრობისგან, ასევე შეერთებული შტატებისგან. ნამდვილად შეძლებენ ისინი ჰეზბოლას რეგიონიდან გაყვანას. კარგი, ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება. ჩვენ ძალიან მტკიცედ მოქმედებთ. ჩვენ მათ ვურთხანთ იმ მომენტში, როცა ისინი არღვევენ, როცა ცდილობენ დაარღვიონ ან ესროლონ ჩვენს ძალებს. ჩვენ მოქმედებთ დიდი ინტენსივობით და ეს არის ყველაზე დიდი უსაფრთხოება. უსაფრთხოება ჩვენს ძალებშია, ჩვენი ძალების მოქმედებაში და ეს არის. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ლიბანის მთავრობას ჯერ კიდევ აქვს გასავლელი გზა. მას აქვს გასავლელი გზა. ეს არ არის მარტივი რამ, მაგრამ მათ რაღაცას გააკეთეს. ის ფაქტი, რომ ახლა ამ შეთანხმებას ხელს აწერენ, უკიდურესად მამაცი ნაბიჯია, რადგან მრავალი ათწლეულის შემდეგ პირველად ისინი პირდაპირ გზავნის უგზავნიან ჰეზბოლას და ირანს. დაუყოვნებლივ წადით აქედან. ჩვენ გვინდა მშვიდობა ისრაელში. მოგწონთ ეს თუ არა? ჩვენ გვინდა მშვიდობის მიღწევა ისრაელის სახელმწიფოსთან. და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მოვისმინეთ ამ ნაბიჯის მხარდაჭერა, როგორც ლიბანში მცხოვრები ქრისტიანებისგან, ასევე დრუზებისგან, მუსლიმებისგან და თუნდაც შიიტების მხრიდან. და ეს არის ფუნდამენტური ცვლილება. ეს ცვლილება მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ შევცვალეთ ძალთა ბალანსი. ჰეზბოლა აღარ არის ის ჰეზბოლა. ირანი აღარ არის ის ირანი. და ამიტომ მოულოდნელად გაჩნდა შესაძლებლობა, რომ რაღაც ახალი წარმოიშოს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას პრაქტიკულად შევაფასებთ ლიბანის მთავრობის შესაძლებლობას, განსაკუთრებით ლიბანის არმიას შიდა რეფორმები სჭირდება. არმიაშიც არიან ჯიჰადისტები. მთავრობა ამას აღიარებს და იცის, რომ სიტუაციას უნდა გაუმკლავდეს. ჩვენ რა თქმა უნდა ამას შევისწავლით, მაგრამ თქვენ ჩვენს შესაძლებლობაზე კითხულობთ. ჩვენ უპასუხებთ ნებისმიერ თავდასხმას, ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენს ჯარისკაცებზე, ჩვენს სამოქალაქო პირებზე და ჩვენს საზოგადოებებზე. მგონია, რომ დღეს ყველა ხვდება, რამდენად სერიოზულად უდგებით ამას და ვიმოქმედებთ არსებული უსაფრთხოების ზონიდან. გადი აიზენკოტმა უთხრა იედიოთ ახრონოც, რომ ლიბანი პრემიერ-მინისტრებისთვის პოლიტიკური სასაფლაოა და რომ თქვენ იქ ხართ ჩარჩენილი. რა არის თქვენი პასუხი ამაზე? და ერთი კითხვა თურქეთზე. ხვალ მთავრობა უნდა განიხილოს სომეხთა გენოციდის აღიარება. რა მოხდა დღემდე? თქვენ დაბლოკეთ ეს. ამჯერად თქვენ ეს დამტკიცდება და არ გეშინია თურქეთის უკიდურესი რეაქციის. მე ეს არ დამიბლოკავს და მე ნამდვილად უჭერ მხარს ამას. ეს კი თქვენს მეორე კითხვაზე, პირველ კითხვაზე, ნახვაზე, ნახეთ, მე ერთ რამეს ვიხსენებ. მე მახსოვს, რას ამბობდა გადი აიზენკოტი და ასევე რას ამბობდნენ სხვები, როცა ჯერ კიდევ ღაზაში ვიყავით. ჯერ კიდევ ღაზაში. რას ამბობდნენ ისინი?
ისინი ამობდნენ, რომ უნდა გაგვეჩერებინინა, მაშინაც კი როცა ხან ივნისში ვიყავით, რომ არ შევსულიყავით რაფაში, რომ არ აგვეღო ფილადელფიის კორიდორი. უბრალოდ საჭიროა შეთანხმება, ძევლების გამოყვანა და შემდეგ ღაზიდან გასვლა. ღაზიდან გასვლა, მთლიან გასვლა, მთელი ამ ტერიტორიიდან გასვლა და მერე 2-3 წლის შემდეგ შეგვეძლება ამ საკითხს დაუბრუნდეთ. ეს ნიშნავს, რომ დეიფი, ანია, სინვარი და მთელი ღაზა ისევ მათ კონტროლ ქვეშ იქნებოდა. ისინი ცოცხლები იქნებოდნენ და მართავდნენ ყველაფერს. და ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ ლიბანში საერთოდ არ შევიდოდით. თუ ბიპები არ გაგვეკეთებინა, ნასრალას არ გავანადგურებდით, არც რაკეტების არსენალის 90%-ს გავანადგურებდით. იქ დავტოვებდით ყველა ტერორისტულ გვირაბს, რადუანის ძალების, აქვე საზღვართან. ბიჯბევს არავირებდით, ბოფორს არავირებდით. ამ ყველაფერს ვერ გავაკეთებდით. ამიტომ იმ ხედვის მიხედვით, რომელსაც გადი აიზენკოტი და მისი კოლეგები იზიარებდნენ, მათ ფაქტობრივად სურდათ ნულზე დავჩენილიყავით. ნული. დღეს თითქმის 70% ღაზას სექტორში ვართ ტერიტორიაზე. ჰეზბოლას, ბოდიში, ჰამას, ალყაში ვაქცევთ. და ვარ ტერიტორიაზე ამ ძლიერ უსაფრთხოების ზონაში ლიბანში. მოდიან და გვეუბნებიან, რომ ლიბანი სასაფლაოა. ანუ მან არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავისი პოლიტიკური მომავალი დაეცვა, რომ ეს არ გადაქცეულიყო პოლიტიკურ სასაფლაოდ. ის ლიბანში არ შევიდოდა, რაფაში არ შევიდოდა, ასევე შემდეგ სირიაში არ შევიდოდა, ასევე ირანში არ შევიდოდა და ამას არ გააკეთებდა. ყველა ის რამ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური სასაფლაო. იცი რას გეტყვი? გიპასუხებ იდიშზე. იცი რას გიპასუხებ? ვისა ინტერესებს? ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ ეს არის სასაფლაო და არც არის სასაფლაო. ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ ეს აუცილებელია ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და გამარჯვებისთვის. რომ მოვიგერიოთ ირანის ამ საშინელი ტერორის ღერძი, რომელიც მოდის ჩვენი გასანადგურებლად. და თუ საჭირო იქნება ლიბანში შესვლა, შევოთ ლიბანში. და თუ საჭირო იქნება იქ ძალის გამოყენება, სწორედ ეს უნდა გაკეთდეს, მაგრამ რასაც ვხედავთ, ეს არის პროგრესი. ჩვენ არ ვხედავთ, ხოლო ჩვენს პროგრესს უსაფრთხოების კუთხით. ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. ასევე ვხედავთ ჩვენს დიპლომატიურ პროგრესაც. ვინც ამას ვერ ხედავს, რა თქმა უნდა, შეუძლია გააგრძელოს თავისი შეხედულებებით. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სწორი საქციელი არის ის, რაც უზრუნველყოფს ისრაელის და ჩრდილოეთის უსაფრთხოებას. და ლიბანში 150,000 რაკეტისა და მართვადი რაკეტის დატოვება. იქ რადუანის ძალების ბუნკერებითა და გვირაბებით, რომლებიც კვლავ ბრუნდებიან და ჩვენს რეგიონში აღწევენ. და ვინც თქვა იქ, რომ ჩვენ გავანადგურეთ 7 გვირაბი და მთლიანად მოხსენით ეს მიწისქვეშა საფრთხე, ეს მაშინ მოვისმინენ გონი გადი აიზენკოტისგან. აი ეს თქვა მან. არა, აღარ არსებობს. 7 გვირაბი გავანადგურეთ. იქ არის კილომეტრობით გვირაბები და დღეს ჩვენ ვანადგურებთ მათ. ამიტომ სწორად ვიქცევი და ამ მომენტში პოლიტიკურ საკითხს არ ვგულისხმობ. მე ვგულისხმობ ეროვნულ საკითხს და ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას. ჩვენ და ისრაელის თავდაცვის ძალების მამაცი ჯარისკაცები ლიბანში სწორად ვიქცევით. შემდეგი კითხვა, ისრაელ ჰაიომი, დანი ზაკიმი. გამარჯობა ბატონო, კარკვირას გისურვებთ. ეს შეთანხმება, რომელიც ხელმოწერილი იქნა, აშკარად ეწინააღმდეგება ურთიერთგაგების მემორანდუმის სუნისკვეთებას. რომელიც ისედაც ირანის მხრიდან ნატო ტანკერებზე, გემებსა და ბაჰრეინზე განხორციელებული თავდასხმების ფონზე უკვე შერხეულად ჩანს. ეს ერთ-ერთი განზრახვა იყო, ეს არის ისრაელის იმედი და თქვენ როგორ უყურებთ ამას? რადგან თქვენ ცოტა ისაუბრეთ ფართო მთავრობაზე, რომელი პარტიების ნახვა გსურთ ამ მთავრობაში, ან რომელთა ნახვაც არ გსურთ. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ არ ყოფილვართ აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების ნაწილი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ინტერესები არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ინტერესები და ასევე გამოვხატავთ მათ. სხვათა შორის, ასევე ამ თემაზე, ძირითად თემაზე, რომელიც ბირთვულია, ვაპირებ დელეგაციის გაგზავნას ვაშინგტონში, რათა განმარტო რა არის ისრაელის ინტერესები. მაგრამ უდავოდ ვიცავ ისრაელის ინტერესებს აქ, ჩვენს საზღვარზე. და თავიდანვე ნათლად განაცხადე, რომ უსაფრთხოების ზონას არ დავტოვებთ. მგონია, რომ ეს ყველას ესმის და მჯერა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან კარგად ესმით ეს. და ფაქტია, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელთანაც რამდენიმე საუბარი მქონდა, მან ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა გამოუცხადა ამ ხედვას უსაფრთხოების ზონის შტაბის ზონის შესახებ, რომელიც ირანსა და ჰეზბოლას ხელს უშლის ჩვენზე თავდასხმაში. ეხლა კიდევ ერთი კითხვა გქონდათ. გთხოვთ დაუბრუნდით მას. რა იყო მეორე კითხვა? პოლიტიკურ კონტექსტში, რადგან თქვენ ისაუბრეთ ფართო მთავრობაზე შეთანხმებებისთვის, რომელი პარტიების ნახვა გსურთ მასში? და რომლების შესაძლოა არა. ყველა ვინც ირებს?
პრინციპები, რომელთა შესახებაც ვილაპარაკე პირველ რიგში, ისრაელის აღიარება, როგორც ებრაელი ხალხის ეროვნული სახელმწიფო და სხვა საკითხები, რომლებიც ვახსენე. აქ არის მარტივი პრინციპები. ვინც მზად არის მიიღოს ეს პრინციპები, ჩემი აზრით, ხალხში ბევრად მეტი ერთიანობაა, ვიდრე თქვენ ხედავთ ქნესეთში. ბევრად მეტი. ვფიქრობ, ბევრი პრინციპია, მაგალითს მოგცემთ. ფართო ეროვნული მთავრობის კიდევ ერთი პრინციპი, რომლის ხელმძღვანელობასაც ვაპირებ, ის არის, რომ ორი სახელმწიფოსთვის ადგილი არ არის. ზღვიდან იორდანემდე ორი სახელმწიფოსთვის ადგილი არ არის. ეხლა მეკითხებით, 3 წლის წინ ომამდე ხალხი დაყოფილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, მოსახლეობის უმეტესობა წინააღმდეგი იყო, მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც მხარს უჭერდა. ვფიქრობ, ეს შეიცვალა. ეს კონსენსუსის საფუძველია. ასევე არსებობს დამატებითი კონსენსუსის საფუძველი. ხალხს არ სურს სამოქალაქო ომი. ამაში დარწმუნებული ვარ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ეს გააღვიონ და საზოგადოებაში განხეთქილება გააღრმაონ. მინდა ყველაფერი გავაკეთო, რომ ეს მდგომარეობა დავამშვიდო. მაგრამ გუშინ თუ სწორად გავიგე, ვიღაცამ იარაღი ამოიღო და როგორც ჩანს, ქალი დაშავდა. არ გვინდა, რომ ასეთ დონემდე მივიდეთ და დარწმუნებული ვარ, არსებობს სივრცე, რომ ბევრად უფრო ფართო კონსენსუსის მიღწევა შევძლოთ ისეთ სფეროებში, რომლებიც ასეთებია. საკამათო საკითხები და ბევრი სხვა თემა, რომლებიც არ წარმოადგენს. ნამდვილად საკამათო საკითხს ხალხში. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ბატონო პრემიერ-მინისტრო. დაიცადეთ, ჯერ არ დამისრულებია. მინდა ეს გთხოვთ. მე აღვნიშნე, რომ გვაქვს დიდი მიღწევები და განსაკუთრებული წარმატებები ისრაელის სახელმწიფოს, ისრაელის თავდაცვის ძალების, ისრაელის ხალხის მხრიდან ამ ომში. და მე ვისმენ კრიტიკას, რომელიც ჩვენს მიმართ არის გამოთქმული და ამბობენ, ნახეთ, თქვენ მოახერხეთ. თქვენ ყველაფერი ვერ მოახერხეთ, მე ვამბობ მართალია. ჩვენ ბევრს მივახციეთ და ზოგ ადგილას ბევრად მეც ვიდრე ვფიქრობდით. ღაზაში ჩვენ ყველა გატაცებული დავაბრუნეთ. დავპირდით, რომ ღაზა აღარ წარმოადგენდა საფრთხეს ისრაელისთვის. დავანგრიეთ ჰამასის სამხედრო შესაძლებლობების უმეტესი ნაწილი. რამდენიმე დღის წინ ჩვენ გავანადგურეთ აზადინ ალ-ხადადი. რა იყო რეაქცია? რამდენიმე კვირის წინ რა იყო რეაქცია? ნული. არც ერთი ტყვია, არც ერთი რაკეტა. და დარჩა ასეა მათი სამოქალაქო შესაძლებლობები. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო, მაგრამ ეს უზარმაზარი მიღწევაა. შეუძლებელია შევადაროთ, სად ვიყავით 7 ოქტომბერს და სად ვართ დღეს. ჰეზბოლაზე უკვე ვილაპარაკე. ჩვენ გავანადგურეთ 100 და 50,000 მართვადი და არამართვადი რაკეტა. დარჩა მხოლოდ რამდენიმე ათასი. კიდევ არის რაღაც, ბევრი კი არის, მაგრამ ვეც კი შეამჩნევ. ვერ შეადარებ იმას, რაც ადრე იყო. ასევე მოხდა ჰადუანის ძალების ლიკვიდაცია, ასევე მოხდა ყველაფრის ლიკვიდაცია. ხაზი SHL, HBV დანაშაულში და ტერორის გვირაბებში საზღვრის გასწვრივ, ისევე როგორც ყველაფერი, რაც გავაკეთეთ ათასობით ტერორისტის ლიკვიდაციაში, ეს არის რაღაც, რასაც ვერ შეადარებ. იგივე ეხება ირანსაც. თქვით, რომ დაუყოვნებლივ გავწევდით ბირთვულ საფრთხეს და ეს გავაკეთეთ. ათასობით ბალისტიკური რაკეტის საფრთხე, ესეც გავაკეთეთ. ჩვენ ისინი მოვიშორეთ, შევამცირეთ მათი ამის წარმოების შესაძლებლობა და ასევე შევქმნით შესაძლებლობები, რომ საბოლოოდ ირანის ხალხმა შეძლოს ამის გაკეთება. მე მჯერა, რომ ეს მოხდება, რომ ხალხი დაამხობს ამ რეჟიმს. ეს ერთ დღეში არ მოხდება. დღეს ირანში პროტესტებია, დღეს. ამიტომ ეს დიდი მიღწევებია. ეხლა თუ ვინმე მოვა და გეტყვით, ვიღაცა ვინც მზად იყო, ხან ივნისში გაჩერებულიყო და ეს ყველაფერი აც კი იქნებოდა მიღწეული და ისინი მოდიან და გეუბნებიან ჩვენ, ვინც მზად ვიყავით, 0%-ზე დაუკმაყოფილებულიყავით, მოდიან და 0%-ზე გვაკრიტიკებენ. იმ ფაქტზე, რომ თქვენმა მთავრობამ 100% ვერ მიაღწია, თქვენ მხოლოდ 80 ან 90% მოახერხეთ. ეს ხუმრობაა, უბრალოდ სერიოზული არ არის. მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობის უმეტესობა ხვდება, რომ აქ უზარმაზარი მიღწევებია, რომლებიც უნდა შევინარჩუნოთ, რომ ჯერ კიდევ გვაქვს გამოწვევები და საჭიროა ერთად ვიმუშაოთ მათზე. და ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც მე უნდა გავაკეთო სინამდვილეში, ძალების გაერთიანებაა, ფართო ეროვნული მთავრობის ფორმირება და დარჩენილი გამოწვევების დაძლევა, წინსვლა, ყველა დიდი შესაძლებლობის გამოყენება, რაც ჩვენ წინაშეა. დიდი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. ხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად შეიტანეთ სულილი იმ პიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი წვლილი გვეხმარება, რომ საქმიანობა გავაგრძელოთ.